აქ ცხოვრობს 3 ოჯახი. აქედან მე და ჩემი მეუღლე ვარ და შვილი და რძალი. ამ პატარა სახლში ამ ზემოთ. აქეთ ლილი კაპანაძე ცხოვრობს ერთი მარტო ხელა. ქვემოთ ციალა ნოზაძეა, ეგ არის სულ. თანდათან სოფელი დაცარიელ და აღარავის უნდა აქ ცხოვრება. გზა არ გვაქვს. ახლა გაზი კი შემოყავთ. დაიწყეს გაზიფიკაცია. ჩემი შვილიც არ ფიქრობს აქ დარჩენას. იმიტომ რომ ახალგაზრდობა აღარა. აი გაღმა სოფელია, შეგიძლია აჩვენოთ. გაღმა მან და ბევრი ცხოვრობდა, ახალგაზრდებით, მოხუცები ყველა გარდაიცვალა და ახალგაზრდობა ყველა მკარები დაკეტა წავიდა. ზოგი ახალციხეში ცხოვრობს, ზოგი თბილისში. მისი შვილები არ მოსულან, კორონა რო იყო, აი რა პერიოდში გეუბნებით, კორონა რო დაიწყო. ახალგაზრდობაც არ შემოbrunდა სოფელში და არადა იმედი მქონდა რომ ვიღაცა მოbrunდებოდა და ოჯახს დაუბრუნდებოდა. სტიმული უნდა მიცე, რაღაცა უნდა აშენო სოფელში, რომ ახალგაზრდობა დაასაქმნეს. მაგალითად, მინი ფაბრიკები, მინი ქარხნები. რაღაცა ისეთი. რა ვიცი. ჩიპ. აჰა, ჩიბო. აქ მოვიდნენ. გამოდი, მოვლენ. ჩიპ. ფუტკრების ყავს, როხები, ქათმები, ციცრები, თუ რამეა საერთოდ სოფელში. რა ვიცი, ასე ვწვალობთ, ვართ ასე. არც პატარა საკი აღარ მაქვს მე, შვილებს არ უნდა სოფელში გაჩერება. აი ასეთი კურდღლები. ვის დაიმალა. თუ არ მოუარე, არც არაფერი არ იქნება. კარტოფილი ჩვენთან არ იწყება, ურწყავი მიწები, რასაც დათესავ არის სულ ნატურალური. თოხით უნდა გათოხნო. ერთხელ ჭირდება კარტოფილს, სიმიცაც, ლობიოსაც. ახლა თანდათანობით მე ჩემი მეუღლესაც უკვე რა აღარ შეგვიძლია ვაცოტაებთ ეს ყანა, ბაღი, ბოსტანი, სულ ყველაფერი ნამყენი, თუთა, კაკალი, არ ვიცი.